პოლიტიკური ნება რომ რაიმე მოგვარდეს არ არსებობს და ყველა აბსოლუტურად თემის პოლიტიზირება ხდება. მე ვარ ნატო სლეპაკოვა თავისუფლების მოედნიდან და ჩვენი პარტია ზოგადად მიზნად ისახავს და იმსახურება ქართულ ოპოზიციაში დემოკრატიის პრინციპების დანერგვას. და ჩვენ გულწრფელად გვჯერა რომ ყველანაირი ცვლილება თუ ახალი შენება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ. აქტივისტი ვარ, ანუ როგორც ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ყოფილვარ. რუსული კანონის შემოღებამდე ქალბატონი მაია ბითაძის ინიციატივით და ისეთი დეპუტატების ხელმოწერით, რომელსაც აკითხულიც კი არ ქონდათ კანონპროექტი, შემოაგდა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი და ზუსტად მაშინ ატესტეს ის მანიპულაციები, რაც შემდგომ გამოიყენეს რუსულ კანონზე და დღემდე იყენებენ. და რა გააკეთა მაშინ მაია ბითაძემ და ოცნებამ ცხოველთა დამცველები მაქსიმალურად სადარო პოლარიზება მოეხდინებინა და გამოვიდა ესა ერთი ჯგუფი მოისყიდა და აშინა გაასულელა და შემდეგ ის ერთი ჯგუფი გამოიყენა დანარჩენების ვინც წინააღმდეგები ვიყავით გაშავებისთვის ყოველ შემთხვევაში სადად და მაშინ მივხვდი რომ უკვე მხოლოდ აქტივიზმი აღარ არის საკმარისი აუცილებელია პოლიტიკაში მოსვლა და იმ სფეროების შენი ხელით კეთება რომელიც გინდა რომ გამართულად მუშაობდეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ცხოველთა დაცვის კუთხით ვიმუშავებ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა არის ძალიან მწვავე 10 წელია უკვე ამაში ვცდილობ რომ რაღაცა შევცვალო. ჯერა რომ დადგება დრო, როდესაც სხვა პრობლემებისთვისაც მოვიცლი, მათ შორის მაგალითად ველური ცხოველების კეთილდღეობა თუ სხვა შინაური ცხოველების კეთილდღეობა და რა თქმა უნდა გარემოს დაცვის კუთხით მინდა მუშაობა, იმიტომ რომ ვთვლი რომ ჩვენი შვილები იმსახურებენ ჰქონდეთ სუფთა ჰაერი, ჰქონდეთ სუფთა წყალი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და ზოგადად გარემო იყოს დაცული და უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის, რაც დღეს არ გვაქვს.